სასურველი იქნება თუ გამოჩნდება კიდევ ვინმე რომ დაგვასახლებს და ვცდილობ თუ ამ სერტიფიკატებით მოძებნოთ სამსახური. აქ საღებავები, აბაზანები, გათბობის და კონდიცირების სისტემები, კარ-ფანჯრები და ყველაფერი ის, რაც თანამედროვე ინტერიერის მოწყობისთვისაა აუცილებელი. ექსპო ჯორჯიაში მშენებლობის და ინტერიერის მე-17 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. 16 ქვეყნიდან 150-ზე მეტ კომპანიას საკუთარი პროდუქცია 125 სტენდზე აქვს წარმოდგენილი. გამოფენა დღეს ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ გახსნა და დამსახურებული არქიტექტორის და მშენებლის წოდება 6 პირს მიანიჭა. 135 საგამოფენო სტენდი და 150 კომპანია ექსპო ჯორჯიას რამდენიმე პავილიონი სამშენებლო მასალების და აქსესუარების გამოფენას დაეთმო. ტრადიციულ სამშენებლო მასალების გარდა გამოფენაზე ტექნიკა და ბრავოფუნქციური მოწყობილობებიც გამოფინეს. დღევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილი გვაქვს ფასადის აგური და ასევე ფასადის ფილები. რაც შეეხება საქართველოში ასეთი ტიპის გამოფენებს, ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხალხის საზოგადოების პათომასები გაიცნობს, რა შეიძლება საქართველოში შეიცნოს. მშენებლობისა და ინტერიერის გამოფენაზე ადგილობრივი კომპანიების გვერდზე წარმოდგენილია უცხოური ორგანიზაციებიც. საკუთარი პროდუქტი და მომსახურება სულ 16 ქვეყანამ წარადგინა. დიდი სამშენებლო კომპანიებისთვის მსგავსი ტიპის გამოფენა კარგი შესაძლებლობაა შეკვეთებისთვის და დარგში მიმდინარე სიახლეების გაცნობისთვის. სამშენებლო მასალების გამოფენები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში დიდი ხანია მოღვაწეობთ და მომხმარებელს ყოველთვის მრავალფეროვან პროდუქციას ვთავაზობთ. იმედი გვაქვს, რომ სხვადასხვა კომპანიებს დავაინტერესებთ. ჩვენი კომპანია წელს 20 წლის გახდა. გვინდა თქვენს ქვეყანასთან ერთობლივი ბიზნესი ვაწარმოოთ. ძალიან მოგწონს თქვენი რეფორმები. გვჯერა რომ ჩვენი ბიზნესი აქ წარმატებული იქნება. სამშენებლო მასალების რიგით მე-17 საერთაშორისო გამოფენა ოფიციალურად ეკონომიკის მინისტრმა გახსნა. გამოფენის გახსნის ცერემონიალის ფარგლებში ვერა ქობალიამ დამსახურებული არქიტექტორის და მშენებლის წოდება 6 პირს მიანიჭა და თანამედროვე დიზაინისთვის საჭირო პროდუქციას ადგილზე გაეცნო. სამშენებლო სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე დადი სექტორი საქართველოში. ყველა რეგიონში მიდის მშენებლობა დღეს, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი, მოთხოვნა კიდევ უფრო მეტია. ამიტომ გჭირდება კიდევ უფრო მეტი პროექტი, უფრო მეტი კერძო ინვესტიცია, რომელიც აუცილებლად შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. თანამედროვე უახლესი ტექნოლოგია და დიზაინი. ექსპო ჯორჯიაში სამშენებლო მასალების გამოფენა 4 დღე გაგრძელდება.